მოგესალმებით ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს ეთერში კვლავინდებურად ვარსკვლავებზე საუბრის დროა და ამ გადაცემას რა თქმა უნდა გყოლავთ მე თქვენი მონამორჩილი, თქვენი პირადი ასტროლოგი ხათუნა ნოელი წარუძღვები. საქმე იმაშია, რომ კვირა ძალიან საინტერესოა, მრავალი ჰარმონიული ასპექტი გვხვდება ამ კვირის მანძილზე ცისკაბადონზე და აი ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრებთ დღეს ჩვენ. რაც მთავარია, 26 მარტს ვენერა თევზებში გადადის. ეს მისი საუკეთესო თავის გამოჩენის ადგილია, ასტროლოგები ამას ეგზალტაციას ვეძახით და რაც ნიშნავს, რომ აქ საკმაოდ მკაფიო თავლენს ვენერა თავის საუკეთესო თვისებებს, რაც გამოიხატება ესთეტიურობაში, დელიკატიურობაში, ჰარმონიულობაში. გარკვეული პერიოდით ჩვენც ყველანი, აი სწორედ ასეთები გავხდებით და რა ჯობია ამას. რომანტიკულ ურთიერთობებშიც რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება თავისთავად ნათელი უნდა იყოს და მგონი მოულოდნელიც აღარ უნდა იყოს ჩვენთვის. ადამიანებს სურვილი გაუჩნდებათ თავიანთ რჩეულებს უფრო მეტი დრო დაუთმონ, ფარული გრძნობები თუ აქვთ ხმამაღლა გამოხატონ, ძველ გახუნებულ სენტიმენტებს უფრო ასაკოვანი ადამიანები შეცდებიან რომ ახლებური ელფერი მისცენ. თუმცა ვინაიდან მერკური და ნეპტუნი ჯერჯერობით ისევ შეერთებული არიან, არ აღირს რომ ალბათ ყველას ვენდოთ და ყველა გამოთქმული სიტყვა დავიჯეროთ. დაპირებების გაცემაც ჩვენ თავად ჯობია რომ უფრო ნაკლები დაპირებები გავცეთ, ვინაიდან როგორც ამბობენ, ვინც მოითმენს ის მოიგებსო, აი 28 მარტის შემდეგ კი უფრო გაბედულები შეგვიძლია რომ გავხდეთ ამ მიმართულებითაც. მიმდინარე პერიოდი იმითაც არის საინტერესო, რომ ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო მეტად მომთმენები, დამთმობები და თანაგრძნობის გამომხატველები იქნებიან. ანუ აი თანაგრძნობით განიმსჭვალებიან. ამიტომ თუ ვინმეს გულის მოლბობა გსურთ, შერიგება ვთქვათ, ან რაღაცაზე დაყოლიება, ამისოთაც ძალიან კარგი პერიოდია. მაგრამ რადგან ასევე მატულობს სენსიტიურობას და ცოტა არ იყოს ბუტიაობაც, ეცადეთ რომ თქვენი გამონათქვამები რაც შეიძლება დელიკატური იყოს, ანუ ტაქტის გამოჩენაც არ გვაწყენდა ამ პერიოდში. მატერიალური თვალსაზრისით, ვინაიდან ვენერა ჩვენს ფინანსებსაც განკარგავს, ესე იგი ვენერა შეეცდება რომ მაქსიმალურად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ფინანსურადაც მხარი დაგვიჭიროს. აი ახლა დგება იდეების განხორციელების ჟამი, რომელიც ვენერას მერწყულში სტუმრების დროს დაგვიგროვდა გარკვეული იდეები, აი და სწორედ აი ახლა, მას მერე რაც მერკური გახდება წინსვლითი და უბრუნდება თავის დირექტულ მოძრაობას და ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, უკვე შეგვეძლება აი ამ დაგროვილი გეგმების და მოსაზრებების თუ იდეების ცხოვრებაში გატარება. ასპარეზი განსაკუთრებით ამ ხრივ მზით თევზებს, კირჩხიბებს და მორიელებს მიეცემათ. ვინაიდან და რადგანაც ვენერა თევზებიდან სწორედ მათ ნიშნების მიმართ არის ჰარმონიულად განწყობილი და ეს თიკეთილგანწყობის ენერგეტიკას გადასცემს წყლის ნიშნების წარმომადგენლებს. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ 20 აპრილის ჩათვლით მშვენიერი პერიოდი გვაქვს ხსენებულ თემებში. და ნუ დავკარგავთ შანსებს. თუმცა 20 აპრილის შემდგომაც ძალიან კარგი პერიოდია. 26-30 მარტი ვენერას და ურანის ურთიერთჰარმონიული ასპექტაციის პერიოდია, რომელსაც აქტიობის პიკი ექნება 27 მარტს. აი ამ დღეს ძველი დაგროვილი თემების გადაჭრა მეტად უფრო მარტივი გახდება
განსაკუთრებით ის საკითხები, რომლებიც ფინანსებთან არის კავშირში, ან სასიყვარულო ურთიერთობებთან, ვინაიდან მაინც ვენერაზეა საუბარი. არ გაგიკვირდეთ, რომ ამ პერიოდში ძველი მოვალე მოგადგეთ ფულით ხელში, რომლის დაბრუნებაზე უკვე ხელიც კი ჰქონდათ ჩაქნეული. კარგი პერიოდია ასევე იმ ადამიანებთან კონტაქტებისათვის, რომლებიც მომავალ მოკავშირეებად ან თანამოაზრეებად გვესახებიან. მეტადრე თუ მათთან ურთიერთობა უკვე ადრეც გქონიათ, ახალი კავშირების გაგმა ჯერ არ არის სასურველი, ამ დღეებმა შეიძლება ასევე მოიტანონ უცნაურ, არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებთან შეხვედრები, ყოველ შემთხვევაში 8 აპრილის ჩათვლით მე ახალი ნაცნობებისზე იმედების დამყარებაზე თავის შეკავებას გირჩევდით. საქმე იმაშია, რომ 28 მარტიდან მერკური უბრუნდება დირექტულ მოძრაობას. წესით ამ დროს კიდევ ერთხელ ხელახლა მოგვიწევს ხოლმე გავლილი გზის ხელმეორედ გავლა, ანუ თვალის გადავლება, რაღაც შეცდომები, რომლებიც შესაძლოა იმ მერკურის რეტროგრადულობის უკუსვლითობის პერიოდში დავუშვით, შეიძლება აი ეხლა გახდეს თვალშისაცემი. ირკვევა ხოლმე, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც კონტაქტი დავამყარეთ, რაღაც იმედები მოგვცა მათთან ურთიერთობამ რეტროგრადულობის პერიოდში და თავიდან სანდონი გვეჩვენენ, აღმოჩნდეს, რომ ეს ამბავი არც თუ ისე საიმედო ყოფილა. ასევე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ აი იმ ხელშეკრულებაში, რომლებიც რეტროგრადული მერკურის დროს გავაფორმეთ, რაღაც უზუსტებები არის ხოლმე გაპარული. ზოგადად ესე ხდება ხოლმე დირექტულობაზე გადასვლის შემდგომ. თუმცა ვინაიდან მერკური კიდევ იქნება ნეპტუნთან შეერთებული რამოდენიმე ხანს, შესაძლოა ეს შეცდომები ცოტა კიდევ უფრო მოგვიანებით აღმოვაჩინოთ. ანუ დროში გადაიდოს მათი გამომჟღავნება და ჩვენ გარკვეული პერიოდი ისევ ჩვენს ილუზიებში დავრჩეთ. მას მერე, რაც უკვე ნეპტუნი და მერკური გაიყრებიან და ეს კი მხოლოდ 8 აპრილს მოხდება, ჩვენ უკვე ჩვენ დაშვებულ შეცდომებზე მოგვიწევს მუშაობა. როგორც ხვდებით, იქამდე ჯერ კიდევ ადრეა, თავის დროზე ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. ახლა კი უბრალოდ დაინტერესებული მსმენელისათვის აღნიშნავ, რომ მერკურის მომდევნო რეტროგრადულობა საკმაოდ მოზრდილი პერიოდის მერე 8 ივლისს იქნება მოსალოდნელი, დაიწყება 8 ივლისს და რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ ვისაც მერკური რეტრო ყავს, მოასწარით პირიქით თქვენთვის სწორედ აი ეხლა არის ქმედების დრო. ანუ რაც ზევით თქვი, ეს არ ეხება იმათ, ვისაც მერკური ყავს უკუსვლითი პირად რუკაში, მათ მერკურის ლათინური რ თუ უწერია გვერდზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი პირადი მერკური არის უკუსვლითი და უნდა იგულისხმონ, რომ მათთვის მერკურიანულ საქმეებში ჯერ კიდევ არის აქტიურობის დრო. შემდეგი ესეთი აქტიურობის პერიოდი მხოლოდ 8 ივლისიდან დაეწყებათ სამკვირიანი იქაც რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ ამ კვირის ტრანზიტებზე საუბარი, ვინაიდან 31 მარტს ბოლოს უკვე ტრანზიტული მარსი გადადის ტყუპების ზოდიაქოში, სადაც დარჩება 16 მაისამდე. ხა რას მოიტანს ეს? უპირველეს ყოვლისა, ბრძოლის ხერხების მეთოდიკის ცვლილებებს. ყველაფერი უფრო ლოგიკის მიხედვით გადანაწილდება, განვითარდება უფრო ლოგიკურად, ადამიანები პრიორიტეტებს გადახარისხებას დაუწყებენ, ემოციებისათვის უფრო ნაკლები და ნაკლები დრო და ადგილიც დარჩება. სამაგიეროდ გაიზრდება ცნობის მოყვარეობა და ცოდნისა და ინფორმაციის მიღების სურვილი. ასევე მოთხოვნილება გქონდეს უფრო მეტი კონტაქტები, კომუნიკაციის მოთხოვნილება იზრდება განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში. ურთიერთობაში წინ წამოიწევს გულთბილი
და გულახდილი საუბრების მოთხოვნილება. მიაქცეთ ყურადღება ოღონდაც, რომ მარსმა შეიძლება ზოგჯერ თავისი აგრესიულობა გამოამჟღავნოს და საუბარი შეიძლება გამათშიც გადაიზარდოს. აი ესეთი მომენტი აგრესიულობას გულისხმობ, უფრო მეტად ტყუპებისთვის იქნება დამახასიათებელი, ვინაიდან მარსი ტყუპებში იქნება გადასული. თუმცა ქალწულები და თევზებიც მოყვებიან აი ამ ზეგავლენის ქვეშ. პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს მარსთან ოპოზიციურ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ასევე მშვილდოსნებისათვის დანარჩენ ნიშნებს რაც შეეხებათ, აი მაგალითად მერწყულებს და სასწორებს, განსაკუთრებით მათთვის იქნება კარგი, დანარჩენებისათვის კი ნეიტრალური, უფრო სტიმულის მომცემი, ვიდრე აგრესიის ფაქტორად შეიძლებაოდეს, რომ მოიაზროთ აი ეს მარსი. სტიმული, აქტიურობა, ქმედება და რეზულტატური ნაბიჯები. სულ აი ეს იყო ამ კვირისათვის. გისურვებთ, რომ თქვენი გეგმები წარმატებით გაგეხორციელებინოთ, მომდევნო შეხვედრამდე გეშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ნახვამდის.